ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება, მოძალადეები, რომლებიც ქართულ მედიას თავს ესხმიან. საქართველოში 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ერთ წელიწადში ჟურნალისტების ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა გამოვლინდა. სხვადასხვა ბრალდებებით უკანონოდ იქნა დაკავებული მედიის 13 წარმომადგენელი. მეფობს თუ არა დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში და რაზომებს ატარებს თავდამსხმელების მიმართ ხელისუფლება. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მღებრიშვილთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან ჟურნალისტები ნინო ჩიფჩიური, შორინა ბიჭიკაშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი. პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. ნინო, თქვენთან მაქვს პირველი კითხვა. თქვენ დიდი ხანია ჟურნალისტი ბრძანდებით. როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს, არის თუ არა დღეს ეს პროფესია დაცული? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებელს. 2005 წლიდან ვარ ამ სფეროში და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო მაშინაც მედია, თუმცა ახლა რა სიტუაციაში ვიმყოფებით, მსგავსი არაფერი არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ კოლეგებთან ერთად იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე და ამას ღიად ვაპროტესტებდით, ასევე ვვრცელებდით და ვამზადებდით რეპორტაჟებს, გადაცემებს, რომ ჩვენი თავისუფლება იზღუდებოდა. მსგავსი მე არაფერი არ შემხვედრია იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც დღეს ხდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც რუსული პროპაგანდა, ჰიბრიდული ომის საფრთხეები ყოველდღიურ თვალშისაცემია და განსაკუთრებით კიდევ გადაადგილების თავისუფლება უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მიდიან ჩვენი კოლეგები და ორმაგად უწევთ თავის დაცვა. ერთი თუ აქამდე იყო მაგალითად, რომ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები გადაადგილდებიან და მას გარკვეულწილად რაღაც დისტანციონად დავიჭიროთ და მოვშორდეთ. ახლა უკვე თავდაცვა ხდება სხვა კუთხიდან. ჩვენ არ ვიცით იქ გარკვეული ჯგუფები ვის მოგვიგზავნიან, რა მიზნით, როგორ წამოგვაგებენ პროვოკაციაზე, რა სურთ და რისთვის გამოიყენებენ შემდეგ ამ თავდასხმას. როგორც ბოლო პერიოდში უკვე ჩემი დაკვირვებით იკვეთება, ეს პროფესია იმდენად დაუცველი გახდა, რომ ადამიანების ნაწილს შეგრძნება აქვს, რომ თუ კი შენ ჟურნალის შეურაცხყოფას მიაყენებ, წახალისებულიც კია, ასე იკვეთება ყოველ შემთხვევაში. თითქოს მედიას თუ რაღაც ზეწოლას აგრძნობინებ და ჩართული ხარ ამ პროცესში, ვიღაცეები ალბათ ჩემი აზრით ქულებს იწერენ სადღაც. ამიტომ აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ რეგიონში, როდესაც ასეთი საფრთხების წინაშე ვართ, ერთი რომ ვებრძვით რუსულ ჰიბრიდულ ომის საფრთხეებს, რუსულ ოკუპაციას და ჩვენი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ თვითონ სოფლებში, სხვადასხვა სოფლებში და მათ შორის აღარც დაუცილებით არ ვართ ქალაქში. მე ვახსენე, რომ წინა პერიოდშიც ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები და ამის წინააღმდეგ ხდებოდა ბრძოლა. უფრო მეტსაც გეტყვით, კანცელარიის შენობასთან მე და ჩემო კოლეგებმა, სხვათა შორის მაშინ ამ ტელევიზიაში მუშაობდი, როდესაც ვიგრძენით, რომ იყო გარკვეული ნიშნები ზეწოლის, ტელევიზიის დახურვის საფრთხეც კი იდგა. ამ პერიოდში ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ზუსტად ასე უნდა გამოვიხატა ჩვენი პროტესტი, დაგვეცვა სიტყვის თავისუფლება და მივახციეთ კიდეც. ახლა რაც ხდება, ასე უხეშად რომ ვთქვა, ყველაფერზე ხელი აქვთ აღებული, არავინ არაფერში დაცულები არ ვართ და არ ვიცი ვინ როგორ თulis რომ დღეს სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში მე რიგით ერთ ჟურნალისტს არ მაქვს განცდა, რომ თუ კი სადმე რამე მომენტში ჩემი უფლებები შეილახება, ვინმე დაიცავს ჩემ უფლებებს და ვინმესგან მექნება დაცულობის განცდა. არ ვიცი სანამ შეიძლება ეს გაგრძელდეს, ყოველ შემთხვევაში თავისუფალი სიტყვა თუ კი აღარ იქნება ქვეყანაში, დასრულდება ყველაფერი და ამას მე თითოეული მოქალაქე, ვინც დღეს ჩუმად არის, საკუთარ თავზე გამოცდის. რატომ ებრძვიან ჟურნალისტებს, რამ განაპირობა ეს? ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის და მიზეზი აქვს ხელისუფლებას, იმიტომ რომ არავის არ უნდა თავისი შაუბნელი საქმეების გამოფენა. დამოუკიდებელი მედია ხაზს უსვამს, დამოუკიდებელი მედია თავისუფალი სიტყვისთვისაც მნიშვნელოვანია და არა ის მედიები, რომლებიც
იბრალებენ ამ პროფესიას და ჩემთვის მაგალითად შეურაცხყოფელია, როცა მე არ დავასახელებ შეგნებულად მედია საშუალებების სახელწოდებას, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად ამ სიტყვის თავისუფლებისთვის მიბრძვით და მოვსულვართ აქამდე, ისე რომ ჩვენს გქონია ძალიან ბევრი შემოთავაზება, უკეთესი ცხოვრების დაპირება გქონია, მაგრამ ჩვენ ეს პროფესია და ეს საქმე იმდენად გვიყვარს და ჩვენი საქმის ჩვენ როლს ხედავთ ამ საქმეში და ქვეყნის ვთქვათ გადარჩენაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით, რომ ყველაფერზე უარი გვითქვამს გარდა ამ პროფესიისა, იმიტომ რომ ამ პროფესიით შეგიძლია თქვა სიმართლე, დაეხმარო მოქალაქეებს, როდესაც მას ჩაგრავენ და ასევე იბრძოლო და წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის განვითარებაში. ბოლო პერიოდში თუ ჩვენ გადავხედავთ მათ ქმედებებს, დაკეტეს სივრცეები ონლაინ სივრცეში, საიდანაც ჩვენ მაგალითად დეკლარაციებს ვამოწმებდით, აღემატებოდა თუ არა შემოსული და დაფიქსირებული ხელფასი მათ მიერ მათ სახელზე და მათი ოჯახის წევრებზე არსებული ქონებები. ამ შედარებებში, რა თქმა უნდა, იკვეთებოდა კორუფციის ნიშნები. შემდეგ ამ ყველაფერს ნათელს ფენ და შენ ჟურნალისტურ საქმიანობაში გიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, ბუნებრივია საზოგადოებიდან მომდინარე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ აწყობს ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ის ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. მე ფაქტების დასახელებისგან თავ შევიკავებ, თუმცა ძალიან ბევრი მოვლენა განვითარდა ბოლო პერიოდში ისა, რომ პირდაპირ მიანიშნებს თუ რატომ დუმს ხელისუფლება, რატომ არ აქვს სათანადო რეაგირება, ეს ომის პროპაგანდა და ომის შიში, რომ ძალიან სიღრმისეულად დათესეს და გაავრცელეს ამ რეგიონში და განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის სოფლებში, იქ არავინ კითხვას არ სვამს, ვინ იწყებს ომს, ვინ არის რეალური მტერი, ხო? და ახლა ცდილობენ ეს რუსეთი მტერი შეცვალონ გამოგონილი მტრით ევროპით, ხო? ხედავთ. რეალურად ევროკავშირის სიკეთეები ჩვენ ძალიან ბევრი გვახსოვს და ზუსტად ამ სიმართლის სააშკაროზე გამოტანა ხდება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც აწუხებს ნებისმიერ ხელისუფლებას. მე არ ვამბობ, რომ მარტო ამ ხელისუფლებას, ყოველთვის ესე იყო და ყოველთვის ბრძოლის რეჟიმში ვიყავით. მე პირადად ჩემ მაგალითებს გავიხსენებ, რომ წინა ხელისუფლებაშიც პერიოდშიც მქონია შემოთავაზება, რომ რაღაც ფაქტები დამემალა და არ მეთქვა და მე ამის სანაცვლოდ მპირდებოდნენ გარკვეულ კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, ამაზე არ დავთანხმდი. ასევე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების შემდეგ შეცვლილი ხელისუფლების პირობებშიც. რა თქმა უნდა, ესეც ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხყოფელია და კარგი იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს თვლიან, რომ მედიაში მუშაობენ და შემდეგ ამ კეთილდღეობას და შემოსავალს უფრო ზემოთ აყენებენ, ვიდრე საკუთარ სინდის, მე არავის მორალს არ უკითხავ, უბრალოდ რეალობას განვიხილავ, ხო? უნდა იფიქრონ საკუთარი შვილების მომავალზე, რამ როლს თამაშობენ ახლა ისინი საკუთარი შვილების მომავლის შექმნაში. საფრთხე უკვე განვიხილეთ, რაც არსებობს და ამ საფრთხით ცდილობს ეხლა ამჟამინდელი ხელისუფლება, რომ რაღაცნაირად დაგვაშინოს და ის როლი ჩვენ რაც გვაკისრია, აგვიკრძალოს და შეგვიზღუდოს. მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია მედიასთან ბრძოლა და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ ესენიც. თქვენი აზრით რა როლს ასრულებს საზოგადოებაში მედია? ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ერთგვარი იმედი არის გარკვეული მოქალაქეების ნაწილისა, ვისაც არ აქვს მიზეზი, რომ ეს ხელისუფლება აქოს და ადიდოს. მე ძალიან ბევრისგან მსმენი ასევე, რომ ღიად ვერ ამბობენ და ღიად ვერ აფიქსირებენ, თუმცა მედიის როლი კარგად აქვთ გააზრებული. რიგით მოქალაქეებზე ვიტყვი, რომ ყველასგან მიტოვებულები რომ არიან, ზუსტად არასამთავრობო სექტორი და მედია არის ის ძირითადი მათი საყრდენი, რითიც იმედს არ კარგავენ, რომ თავის სიმართლეს მიაღწევენ. მოქალაქეებს ეს რაღაც პერიოდი კარგად ჰქონდათ გააზრებული და მედიის როლი იყო მათთვის უმნიშვნელოვანესი. მედიის მხარდაჭერას როცა შეიგრძნობდა ადამიანი, პირიქით ჩვენთან მოდიოდნენ და მადლობებსაც გვეუბნებოდნენ, რომ მათი მხარდაჭერით მიაღწიეს სიმართლეს და ზუსტად ამის გამო დაიწყეს მედიაზე ზეწოლა, რომ მოქალაქეებს მხოლოდ მასზე დამოკიდებულები გახადონ და შეუზღუდონ აი ეს მოლოდინები და ის მხარდაჭერა, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჟურნალისტებისგან იღებდნენ. როგორ შეაფასებდით იმ დარბევებს, რაც განახორციელა ხელისუფლებამ რუსთაველზე აქციების ფონზე? კი, ეს არის ჩვეულებრივი დაშინების მცდელობა, ისევ იმ საკუთარი ბიზნესის გაგრძელება. ჩვენ ხედავდით, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტებს და ოპერატორებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად.
კი ეს არის დაშინება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც არის მათი ჩანაფიქრი, რომ დააშინონ მედია, აგერ თუ კი ამ ცენტრალურ არხებს ასე უკეთებენ და მათ უფრო მეტი ზურგი აქვთ და ასე ჩაგრავენ, პატარა რეგიონებშიც არავინ არ გაბედოს ზედმეტად რაღაც აქტიურობა, ვიღაცის მხარდაჭერა, ზედმეტად იმის გამოხატვა, რომ აი ამ და ამ კონკრეტულ ფაქტზე აქვს კანონდარღვევას ადგილი. ჩვეულებრივი დაშინების მცდელობაა და ეს ყველაფერიც რაც ახლა ამ კანონებით ვითომ და შეგვაშინებენ ასეთი მოლოდინი რომ აქვთ, რა ვიცი, შეაშინონ ის ვისთანაც გამოსვლიან. მე პირადად ყველაფერს მზად ვარ და არ ვაპირებ ამათ თამაში ჩაყოლას. არაერთი ფაქტი ყოფილა წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც არაერთი შემზღუდავი კანონების ფონზე მუქარები, დაშინებები და ასე შემდეგ, თუმცა თუ კი ბრძოლა იყოს ბრძოლა, ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის და რადგან გრძნობ რომ მართალი ხარ, ეს არის ესეთი ძალა, რომელიც ყველაფერს შეგაძლებინებს და ზუსტად აი ეს ამ შეგრძნებით და ამ მოლოდინით არის მზია ამაღლებელი სამწუხაროდ ახლა უკანონო პატიმრობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად რა თქმა უნდა ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, სიტყვის თავისუფლება გაიმარჯვებს. გიცავთ თუ არა დღეს ხელისუფლება? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დაცულობის განცდა ნამდვილად არ მაქვს. ისეთი დაუცველობის განცდა მაქვს, როგორიც არასოდეს არ მქონია აი ამ 2005 წლიდან დღემდე, რაც ამ პროფესიაში ვარ. პირიქით უფრო ისეთი მოლოდინები ჩნდება, რომ დამოუკიდებლად უკვე შეიარაღებული უნდა იყო და ფსიქოლოგიურად ერთი რომ მომზადებული, რომ ნებისმიერ დროს არ იცი სად რა ვინ დაგხვდება და რა პროვოკაციაზე წამოგაგებს და მეორე კიდევ რომ უნდა გესმოდეს და უნდა აღიქვამდე რეალობას, რომ შენ ცხოვრობ თავდაცვის როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ვისაც აქვს პროტესტი, ვინც საერთოდ არც არასდროს ყოფილა პოლიტიკაში, არც მე არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკაში, პარტიაში ნებისმიერი პოლიტიკური ჩემი მასალა ნებისმიერ შეუძლია ნახოს და მაჩვენოს რომლის მხარე მაქვს დაჭერილი, ხო? ანუ თავისუფალი ჟურნალისტიკა ზუსტად ეს არის, რომ დაბალანსებულად ვიცით ჩვენ, რომ ობიექტურად მაქსიმალურად ყველას უნდა მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. ახლა უკვე, როდესაც ამ ფაქტის წინაშე ვართ, ჩვენ აღარ გვიხდება, აღარ გვეძლება საშუალება, რომ ზუსტად ხარისხიანად და სრულფასოვნად შევასრულოთ და მოვამზადოთ ეს მასალები. მათი მხრიდან არის ეს გამოწვევა, წამოსული რომ შეგვიქმნან ასეთი სიტუაცია და ჩვენ უკვე გადავდივართ თავდაცვის რეჟიმში. მე როგორც რიგით მოქალაქე და რიგით ჟურნალისტი, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არავინ არ მაინტერესებს მართლა რომელ პარტიაში ვის რა ქულები აქვს და როგორ ცდილობენ. ახლა ბევრი მეცნიერება ხოლმე რომ ამბობენ, რომ ვინც აქციას დგას ნაცებია და ანუ შეგნებულად მიზანმიმართულად რომ არის ეს მიწებება და ბევრი ჩემი თანამებრძოლი და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენას, არც ერთ პოლიტიკური პარტიას არ მიეკუთვნებიან და ისინი მართლა თავისუფალი სიტყვის გადარჩენისთვის იბრძვიან. ზუსტად ამ ადამიანებს უქმნიან ხელოვნურად საფრთხეს, შიშს, თესენ და დაუცველობის განცდას უქმნიან, რომ მათ ზედმეტი აღარ გაბედონ. არა მხოლოდ ჟურნალისტები, არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ ვისაც კარგად აქვს გააზრებული, რას ნიშნავს დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, ისიც კი არ არის დაცული სამწუხაროდ. როგორ შეაფასებთ მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო 3 მოსმენით? ხელოვნურად ასე ვთქვათ, ყელში უჭერენ მედიას, დამოუკიდებელ მედიას, ვინც აქამდე მუშაობდა და ამ ფაქტებს ხელს უწყობდა, რომ მოქალაქეებამდე მიეტანა და ინფორმირებული ყოფილიყო საზოგადოება მათი უსამართლო ქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ და ამით ცდილობენ ახლა რომ ეს ყველაფერი მიჩქმალონ, დაფარონ და მედიას აღარ მიეცეს საშუალება, რომ მათი ეს ფაქტები სააშკაროზე გამოიტანონ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი. ჩვენ ცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ყველაფერი შესაძლებელია. დღეს შეიძლება საერთოდ ჟურნალისტი არ გამოჩნდეს და ეს ფაქტები ისე იყოს გავრცელებული. ამიტომ ამ თაობას, რომელიც მართლა ძალიან ბევრი წელი უკვე წინ არის წასული და ესეთი ნახტომი მოახდინეს ფაქტიურად განვითარების კუთხით და ამ თაობას ვერ დაამარცხებენ. ეს თაობა არის განვითარებული და სამწუხაროდ დავიწყდებათ, რომ ის თაობა ამ თაობას ვერ შეედრება
ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მაშინ არ იყო ინტერნეტი. მაშინ თუ კი ზღუდავდნენ და ტელევიზიით რამე მათთვის მიუღებელ ფაქტებს არ აშუქებინებდნენ, დღეს არსებობს ინტერნეტი და უამრავი ინსტრუმენტი იმისა, რომ ინფორმაცია აღარ დაიყალოს. ნამდვილად გეთანხმებით. შორნა, თქვენ თითქმის 10 წელია ჟურნალისტი ხართ. დაცულია თუ არა თქვენი უფლებები ამ წლების განმავლობაში? ნინო მოვრცლად ისაუბრა ამაზე და მე მხოლოდ მოკლედ ასე ვიტყვი. ახლა თუ თქვათ გასულ წლებს თუ შევადარებთ, ყოველთვის ირღვევდა რა თქმა უნდა ჟურნალისტების უფლებები, მეტნაკლებად ვიცავდით სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ახლა კანონებით იზღუდება ჩვენი უფლებები, მედიის თავისუფლება ზოგადად და ვიმეორებ კიდევ რომ ნინო ვრცლად ისაუბრა ამაზე ადრე თუ იყო თქვათ შენი სიტყვა ვიცავდით იმას რომ ჩვენი სიტყვა დაგვეცვა თავისუფალი სიტყვა ახლა ჩვენი საფრთხე გახდა ფიზიკური საფრთხის წინაშე ვდგებართ ჩვენ არ ვიცით აგრესიული ჯგუფები სად დაგვხვდება მე მაგალითად ვიცით ხომ რამდენი ერთი თვეც არ არის გასული როდესაც საოკუპაციო ხასთან რიგით პრობლემებზე ავედით გასაშუქებლად მე და ჩემი ოპერატორი ეს ხდებოდა წლების განმავლობაში 10 წელია ამ ტელევიზიაში ვმუშაობ და ამ რეგიონში ვმუშაობ და ყოფითი პრობლემებზე სხვათა შორის თავად მოსახლეობის მოთხოვნით ავედით ეს იყო წყლის პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა თუ საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა და მე ახლა შემიძლია ვთქვა რომ ეს არ იყო შემთხვევითი როდესაც იქ მოვიდა ადამიანი რომელიც მოგზაურული იყო ნუ ესე გადაჭრით არ შეგვიძლია თქვა მაგრამ იყო წახალისებული რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა ესენი იყვნენ ადამიანები რომლებიც მუშაობდნენ მუნიციპალიტეტში კერძოდ საკრებულოს წევრი იყო ადამიანი რომელიც ახალისებდა კომენტარებით ეს ადამიანი მოვიდა მიზან მიმართულად რა თქმა უნდა ჩვენ თავი ავარიდეთ ამას არ ყვები ახლა თანმიმდევრულად მაგრამ პირველ რიგში როდესაც ვიყავით სოფლის ცენტრში მოსახლეობა აწუში დიახ სოფლის ცენტრში ვიყავით მოსახლეობა იყო შეკრებილი მათი მოთხოვნით ვიყავით იქ ასული ვიმეორებ კიდევ ისინი საუბრობდნენ მათ პრობლემებზე მოვიდა ადამიანი რომელიც იყო განსაკუთრებით აგრესიული იმუქრებოდა ოპერატორის მისამართით პირველ რიგში დაუმტვრევდა მას გადაამტვრევდა კამერას ჩვენ რა თქმა უნდა არ შევედით ასე ვთქვათ კონფლიქტში მასთან ავარიდეთ თავი და გადავინაცვლეთ შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენი სამუშაო სხვა სოფლის სხვა ადგილზე სადაც ასევე მოვიდა, იქაც შემთხვევით არ იყო რომ იმ ადგილზე მოვიდა და გვიკრძალავდა გადაღებას, რა თქმა უნდა ჩვენ არავის კერძო საკუთრებაში არ ვიყავით და კიდევ ვიმეორებ მანამდე თუ საოკუპაციო ხასთან მხოლოდ ის საფრთხე იყო რომ იქვე ახლოს იყვნენ ოკუპანტები და ყოფილა შემთხვევა რომ ჩვენი აპარატურა სიხშირეები ჩაუხშვიათ რომ არ გვემუშავა ახლა გახდა საფრთხე იქ მოგზავნილი ადგილობრივად ჯგუფებისგან ორგანიზაციის წინაშე მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს რატომ იყავით ჩასული კი ახსენე კი თქვენ თქვით რომ პრობლემის გასაშუქებლად იყავით კი ბატონო ამიტომ ყავთ ესე მივდივარ და კიდევ მოგვიწევს ამ სოფლებში როგორც ვიცი კადრებს იღებდით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები არის საოკუპაციო ხაზთან სადაც არსებობს რუსული ბაზაც ზოგიერთ სოფელში არის მართულხართები და შესაბამისად ესენი რა თქმა უნდა ხდება კადრში იყო აღდგომა ასევე ჩვენ ვიცით რომ ამ ადამიანებს სალოცავებში მისვლის პრობლემა აქვთ თქვათ იგივე სასაფლაოებზე გასვლის მიცვალებულთა მოხსენების დღეს სასაფლაოზე გასვლის უფლება და ამ პრობლემასაც ვაშუქებდით იყო ყოფითი პრობლემები რომელიც როგორც აღნიშნე უკვე თვითონ მოსახლეობის მოთხოვნით ვიყავით იქ ასულები თუმცა ეს შემთხვევითი არ იყო ეს აგრესიული ადამიანი იყო წახალისებული სხვა დროსაც და სწორედ ნინომ კარგად აღნიშნა რომ ესენი თავსაწონებენ ვიღაცას და მოდური გახდა ასე ვთქვათ ჟურნალისტის ლანძღვა და მის მიმართ აგრესიის გამოჩენა თუმცა სხვა შემთხვევებიც ყოფილა მაგდაგვარი როდესაც არ იყო მხოლოდ ეს მოცემული და ეს ბოლო ამბავია და ამიტომ გავიხსენე რომ ჩვენი საფრთხის წინაშე ვდგევართ ყოველთვის ერთხელ მახსოვს როდესაც გამოსახლება იყო გორში იქაც იყვნენ აგრესიული ჯგუფები ვაშუქებდი ჩვენ ადამიანებს ასახლებდნენ სახლიდან და იქაც იყვნენ აგრესიული ჯგუფები იქაც არ იყო ესეთი შემთხვევითი და ასე შემდეგ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისგან ხდება წახალისება ჩვენ გვახსოვს თქვათ
რამდენიმე წლის წინ კასპიის საკრებულოში როგორ მოხდა სამართალდამცავების მხრიდან ჩვენი კითი იძულებით გამოძევება და თანამდებობის პირების მხრიდან. რაზომებს მიმართეთ თავდასხმის დროს, როგორი თავდასხმით გამოირჩეოდა ეს პირი თქვენს მიმართ? აგრესიული იყო, როგორც აღნიშნე, პირველ რიგში ოპერატორს ემუქრებოდა რომ გადაამტვრევდა კამერას აპარატურის დამტვრევით, შემდეგ უკვე მე რადგან ისი იწევდა ასე ვთქვათ ოპერატორისკენ, იყო საფრთხე ფიზიკურ, არა მხოლოდ აპარატურის დამტვრევით, არამედ ფიზიკურად შეხებოდა მას. მე გადავიღე ჩემი ტელეფონით დავიწყე გადაღება, რომ ეს აგრესიული ადამიანი დამეფიქსირებინა და როგორ ილანძღებოდა უშველი სიტყვებით იგინებოდა ჩვენი მისამართით და ამან გააღიზიანა განსაკუთრებით და წართმევას სცადა ტელეფონის, რადგანაც დამარტყა ასევე ხელი. რა თქმა უნდა, მანამდე მოვუწოდებდით, რომ მას ჩვენთვის დაენებებინა თავი, ჩვენ მუშაობდით, ახორციელებდით ჩვენ საქმიანობას, მაგრამ უფრო და უფრო აგრესიული გახდა ეს ადამიანი და ამიტომ გადავწყვეტეთ, რა თქმა უნდა, 112-ში დაგვერეკა და მოსულიყვნენ იქ სამართალდამცველები, ჩვენი გამოკითხვაც მოხდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივაწოდეთ ყველა დეტალური ინფორმაცია და ჩვენ უფლებებს ცავს ლექსო, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. ჩვენთვის როგორც ცნობილია, თქვენ სიუჟეტი მოამზადეთ თავდასხმის შემდეგ და სიუჟეტი, როდესაც სოციალურ ქსელში დაიდო, კომენტარებში გამოირჩეოდნენ აგრესიით პირები, წამქეზებლები, ეგრეთ წოდებული წამქეზებლები, რომლებიც თავდასხმელს აკეზებდნენ ჟურნალისტის. კი ბატონო, სხვათა შორის იყვნენ ესენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანები, მათ მითითებული ჰქონდათ სოციალურ ქსელში, რომ მუშაობდნენ აქ და აქ და სწორედ ესენი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით აგრესიით. და ამიტომ ვიძახი ჩვენი მუშაობა, ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ფიზიკურად, ასე ვთქვათ, ფიზიკური საფრთხის წინაშეც ვდგევართ, რომ მე კვლავ მომიწევს იგივე ადგილებში, საოკუპაციო ხაზთან იგივე სოფელ ათში თუ სხვა ადგილებზე მე მომიწევს მუშაობა ისევ და რა თქმა უნდა გავაგრძელებ ისევ ჩემს საქმიანობას და ისევ მოსახლეობის მოთხოვნით იქნება თუ ჩვენი ინტერესის სფერო გარკვეული თემა თუ საკითხი ავალთ იქ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დაცულები. ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმის, რომ კიდევ ვინმე არ იქნებიან ესენი წახალისებული, თუმეტეს აი ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისგან, ხომ, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოირჩევდნენ განსაკუთრებული აგრესიით და აკეზებდნენ ამ ადამიანებს. ვინ იყო კონკრეტულად ხომები გაიხსენებდით? ერთ-ერთი მახსოვს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მითითებული ჰქონდა, რომ დასაქმებული იყო გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, როგორც ვიცით, ის იყო გორის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი მეჯვრისხევის თემიდან, აი ეს იყო განსაკუთრებით, რომ ის ბოდიშს მოახდენებდა, ასე იზავდა, თქვათ, რომ წყეპლით არის ასაცემები და სხვა ამდაგვარი როგორც ჩემთვის ცნობილია, წარსულში ეს პირი ფიგურირებდა გარჩევებშიც. დაჭრის ფაქტიც იყო. კი ბატონო, იყო ასეთი რაღაცა, რომელზეც რეგიონში მომუშავე ყველა ჟურნალისტმაც იცის, რომ ეს არაერთ საქმეში არის რაღაც დახოვლი, თუმცა ამიტომ ვიძახი, რომ მას ახასიათებენ აგრესულობი და ჩვენ იქ ასვლას კიდევ საფრთხე ექმნება და ზოგადად ჩვენ არ ვართ დაცულები არც ფიზიკურად. რა არის თქვენი მოთხოვნა დღეს როგორც ჟურნალისტის, რას ისურვებდით? რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იყოს ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, დაჟილ და ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული. ლექსო, თქვენი იურისტი ბრძანდებით, როგორ შეაფასებდით განვითარებულ მოვდენებს, როდესაც ჟურნალისტებს უსწოდებიან ფიზიკურად და აყენებენ ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას? მოგესალმებით, თქვენს ტელემაყურებელს. შეფასებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დადებითი შეფასება, ზოგადად სახელმწიფოს როლი ძირითადი ამოსავალი წერტილი ეს არის შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შიდა უსაფრთხოება მათ შორის მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას და იმ პირობებში, როდესაც აქტიური შეტევა მიდის თავისუფალ მედიაზე, ამ შემთხვევაში მეც დავეთანხმები ნინოს და ხაზგაუსვამ ამაზე, როდესაც შეტევა მიდის თავისუფალ მედიაზე, ეს შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ქვეყანა უბრალოდ სახელმწიფო საკუთარ მოვალეობას ასრულებს და იცავს ადამიანების უსაფრთხოებას, ხო? ძირითადი мотиваცია ამ თავდასხმისა ეს არის, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დიქტატორული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში, სადაც არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სადაც არ გაჟღერდება ის შაუბნელი საქმეები, რომელსაც
ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ და სწორედ ეს არის მიზანი და мотиваცია იმისა, რომ თავდასხმა ხდება სწორედ კრიტიკული მედია საშუალებების ჟურნალისტებზე და თქვენ არ ვიცი, სტატისტიკა შეიძლება გამოითხოვოთ და ნახავთ, რომ თავდასხმის მსხვერპლები ალბათ 99.9% შემთხვევაში ესენი არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ კრიტიკულად და თუნდაც თქვათ პირდაპირ ოპოზიციურად განწყობილ მედია საშუალებებშიც, ხო? ვერც ერთ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტს ვერ ნახავთ, რომ იყო თავდასხმის მსხვერპლი, ანუ ძირითად შემთხვევებში თავდასხმა მიდის კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ხო, რას აკეთებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო, არის თუ არა რეაგირება ეფექტური. ჩემს წარმოებაში არაერთი საქმე არის, რომლებიც მიმართულია, რომელიც შეეხება ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას და ამ შემთხვევაში ძირითადი საგამოძიებო უწყება ეს არის ხოლმე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებზეც მაგალითად იძალადეს სამართალდამცავებმა რიგ შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არ იწყება, ან დაწყებული გამოძიება იდება თაროზე და აღარ ვითარდება შემდგომში, ანუ გულისხმობ იმას, რომ დაზარალებულად ცნობაც კი არ ხდება ჟურნალისტის, აღარ საუბრობ იმაზე, რომ არავით არის ბრალის წარდგენა სამართალდამცავებზე არ ხდება, ხო? ერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ ჩვენ, თუნდაც 2021 წლის 5-6 ივნისის მოვლენები ავიღოთ, როდესაც ჟურნალისტების საჯაროდ ჩაქოლვა განხორციელდა, ხო, რუსთაველის გამზირზე, საჯაროდ ესე მთელ ქვეყანას გვაყურებინეს, როგორ იძალადეს ჟურნალისტებზე, კონკრეტულმა ადამიანებმა და ერთი პირი არ დასჯილა ამ საქმესთან დაკავშირებით, ან თუ იყო რაიმე სახის რეაგირება, ეს იყო იმდენად მინიმალისტური, რომ არავით არის სამართლიანობის განცდა ამ შემთხვევაში დაზარალებულ ადამიანს არ გაუჩნდებოდა, ხო, სწორედ აქედან მოდის ის, რომ ხდება წახალისება ამ ყველაფრისა და არათუ შეკვეთით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ თავდასხმა, არამედ უკვე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ თუ კი მაგალითად მე აგერ კრიტიკული მედიის წარმომადგენლის თავს დავესხმები ან შეურაცხყოფას მივაყენებ, ვიღაცა ტაშს დამიკრავს და ვიღაცას თავს მოვაწონებ. ხო, ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ ისინი დაისჯებიან იმისათვის, რასაც აკეთებენ. ხშირ შემთხვევაში შეიძლება წარმოდგენაც არ ქონდეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომელიც კრძალავს ჟურნალისტისათვის უკანონოდ ხელშეშლას, ხო, საქმიანობაში. იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება და რომელსაც მოიცავს ჟურნალისტის საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი საზოგადოების დემოკრატიულად განვითარებისათვის. ხო, შეუძლებელია ვისაუბროთ, რომ ქვეყანა ვითარდება, შეუძლებელია ვისაუბროთ, რომ ადამიანის უფლებები დაცული არის, თუ კი კონკრეტულ ადამიანებს არ ექნება შესაძლებლობა თავისი პრობლემების ან დარღვეული უფლებების შესახებ საჯაროდ ისაუბროს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამის თაობაზე. ხო, როდესაც ჩვენ კორუფციაზე ვსაუბრობთ, ხო, კორუფციის დროს ზიანდება თითოეული მოქალაქე, საქართველოს თითოეული მოქალაქე, იმიტომ რომ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები ხმარდება არა საზოგადოს იკეთებს, რომლებიცაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვისარგებლოთ, არამედ კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებას, კონკრეტული ჩინოვნიკების ოჯახების კარგად ყოფნას. ხო, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს ჩინოვნიკები სამწუხაროდ ვერ აზროვნებენ და ვერ ფიქრობენ სწორად, თუნდაც საკუთარი პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვაყალიბებთ სახელმწიფოს, სადაც ჟურნალისტები შეიძლება ვცემოთ, უფლებადამცველებს შეიძლება არ ვიცი, ფიზიკურად ვიძალადოთ, ციხეში გამოვამწყვდიოთ, არავინ არ ვიცით, ვისი შვილი რა პროფესიის იზრდება, ხო, არავინ არ იცის, კობახიძის შვილი მომავალში ჟურნალისტი იქნება თუ ადამიანის უფლებების დამცველი და ეს ბავშვები უნდა გაიზარდონ ამ ქვეყანაში, ხო, და ჩვენ რა ქვეყანას ვახვედრებთ ამ ბავშვებს, ხო, ქვეყანა, სადაც სწორედ ჩვენი თავისუფალი და კრიტიკული თუნდაც აზრის გამოხატვის გამო შეიძლება სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენონ, შეიძლება გვცემონ და შეიძლება ციხეშიც კი დაგვიჭირონ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვამბობთ იმას, რაც არის და რაც ხდება, რაც პრობლემა არის, ხო? ეს არის ერთადერთი ძირითადი შეფასება, რაც უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულად იმ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს, რომლებიც ეხლა სწორედ ამ საფრთხის პირობებში არიან, რომელიც აღნიშნეს ამ ჟურნალისტებმა, არამედ თვითონ იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან ხელშემწყობები და თუნდაც განმახორციელებლები ამ ყველაფრისა, ხო? იგივე თუნდაც ის დამკვეთები იქნებიან, ესენთ წამხალისებლები, ამ შემთხვევაში გულისხმობ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ახალისებენ სწორედ ჟურნალისტების მიმართ ამ ძალადობას, ისინი ზიანდებიან და მომავალში აუცილებლად დაზარალდებიან მათ მიერ გადადგმული ამ ნაბიჯებისაგან. ვისი პასუხისმგებლობაა, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის უფლებები? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც
შეიქმნა როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, მას გადაეცა ეს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ეს მუხლი, რაც შეეხება ჟურნალისტისათვის უკანონოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას, სწორედ მათი კომპეტენციაა ის, რომ მოახდინონ რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე ეფექტურად და ეფექტური რეაგირება ნიშნავს იმას, რომ მაგალითად აი შორენა ბიჭიკაშვილის შემთხვევაში კონკრეტული პირი მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დაკავებულიც კი უნდა იყოს, იმდენად დიდი არის საფრთხე, ხო აღნიშნა ჟურნალისტმა, რომ მას აქვს შიშის განცდა, რომ მაგალითად თუ კი მოუწევს ისევ აზრში ასვლა, ეს ადამიანი ამ ადამიანის მიერ განხორციელებული, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ან ამ იგივე ხელშეშლის ფაქტი შეიძლება უფრო მძიმე ფორმებით გამოვლინდეს და კიდევ უფრო მძიმე შედეგები დადგეს და არა მარტო ეს ადამიანი, არამედ ისინიც, რომლებიც თუნდაც აგერ აღნიშნა მანაც, რომ ის კომენტარები, ვინც აკეთებდნენ ეგრეთ წოდებულ წამხალისებელ კომენტარებს, ყველა მათგანი წარმოადგენდა რამენაირად დაკავშირებული იყო ქართულ ოცნებასთან, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სწორედ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო რო ქვია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მისი პასუხისმგებლობა არის, რომ გამოიძიოს ეს დანაშაულები სწრაფად, ეფექტურად დააყენოს კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ ყურადღება გამახვილდეს სწორედ როგორც სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე, ასევე საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს უწყება თვალებს ხუჭავს ამ ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, თუმცა აი სხვა შემთხვევები, როდესაც რიგითი მოქალაქეების მიერ არის ჩადენილი ეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში ეფექტურები არიან ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ასე ვთქვათ ბრალდებული სამართალდამცავი, არ არის ბრალდებული ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი და კონკრეტულ მოქალაქეს მიმართ ადვილად დგება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა და ესეც იმისთვის, რომ სტატისტიკაში აჩვენონ და თქვან, რომ აგერ ჩვენ ვიძიებთ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, თუმცა რო ავიღოთ ჩემი საქმეებიდან, მაგალითად 100 ჟურნალისტის შემთხვევაში, ორ შემთხვევაში დადგა, ბოლომდე მივიდა გამოძიება და წარედგინა ბრალი კონკრეტულ მოძალადეებს. ხო, ამიტომ არ შეიძლება ჩაითვალოს ესეთი გამოძიება ეფექტური და ამიტომ არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ეფექტური გამოძიება აწარმოოს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ვფიქრობ, რომ მოცემულია ეგრეთ წოდებული ხელისუფლების შემთხვევაში, ქართული ოცნების მმართველობის შემთხვევაში შეუძლებელია, რომ მივახციოთ, იმიტომ რომ სწორედ მათგან არის წახალისებული ეს ყველაფერი და მათგან მოდის ეს ყველაფერი. დიახ, მადლობა. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენი გადაცემის თემაა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. გადაცემის სტუმარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი. ბატონ ლექსო, შორენა ბიჭიკაშვილის მიმართ ათში განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. რა ეტაპზეა გამოძიება დღეს? ხო, ამ შემთხვევაში მხოლოდ შორენა ბიჭიკაშვილი არ ჩაითვლება დაზარალებულად, რა თქმა უნდა, ოპერატორის მიმართაც განხორციელდა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა. ჩვენ მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით და გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ დაიწყო თუ არა საერთოდ გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით და რა მუხლით დაიწყო გამოძიება და რა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა უწყებამ, როგორც ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით, ანუ გამოკითხვები განხორციელდა შორენასი და მისი ოპერატორის, ასევე თუ არ ვცდები გამოთხოვილი არის შავი მასალა, ასე ვთქვათ, აღებული კადრებისა, შესაბამისად დამატებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება, საერთოდ მოხდა თუ არა იდენტიფიცირება კონკრეტული პირისა უწყების მიერ, ვინც განახორციელა ეს ძალადობა და ხო არ არის დაწყებული მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით რა პასუხს მოგვწერს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ამის შემდეგ უკვე გადავდგავთ იმ ნაბიჯებს, რაც იმ პასუხიდან გამომდინარე მოკლედ მოგვცემ შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ საქმეზე გამოძიება, პირის იდენტიფიცირება და მისი პასუხისმგებლობის დაყენება. განლის საკითხს რომ დაუბრუნდეთ, როგორ შეაფასებდით უკანონო დაკავებებს, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება? უკანონო დაკავებებიც, რა თქმა უნდა, მაგალითად მზია ამაღლობელის. ხო, უკანონო დაკავებებიც, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი
იმისა, რომ შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დაინერგოს შიში სწორედ და თუნდაც თვით ცენზურა დავარკვათ ამას ჟურნალისტების მიმართ, ხო არ არის აუცილებელი, რომ ჟურნალისტს ასე ვთქვათ, ყველა მის სიტყვაზე რაღაც სანქცია დაუწესოთ, ხო ერთი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მოქმედებები და სანქციები შესაძლოა მსუსხავი ეფექტით აისახოს სხვა ჟურნალისტებზე, ხო თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაცა ბანერის გამო გვაკავებენ რაღაცა სიუჟეტის გამო შეიძლება მრავალი წლით აღმოჩნდეთ ციხეში, სხვა ჟურნალისტები შეიკავებენ თავს, რომ მსგავსი შინაარსის სიუჟეტები გაუშვან. ხო ამ შემთხვევაში ეს უკანონო დაკავებებიც არა მარტო ჟურნალისტების, არამედ იგივე პროტესტანტების და სამოქალაქო აქტივისტებისაც ემსახურება ერთ-ერთს, რომ გადაწყდეს ეს წინააღმდეგობა, გადაწყდეს თავისუფალი სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება, პროტესტი და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს დიქტატურა, რომელიც გვაქვს თუნდაც ბელორუსიაში და თუნდაც რუსეთში, სადაც მართველი კლანები აკეთებენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ, იქ პროტესტს ვერავინ გამოხატავს და სამწუხაროდ იგივე პროპაგანდა, რომელიც ეხმარება ასევე ამ ასე ვთქვათ დიქტატორულ რეჟიმის დამყარებას, მუშაობს უკვე, ფაქტია ეს უკვე გასული სიუჟეტებიდანაც გამომდინარე, რომ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ არავით არის სამუშაო არ აქვთ, კმაყოფილები არიან ხელფასების ზრდით და ადამიანები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და არიციან დღიდან დღემდე როგორ გადარჩნენ, ფიზიკურად გადარჩენაზე მაქვს საუბარი, კმაყოფილები არიან მათი ამ მდგომარეობით. როგორ დაცულია თუ არა დღეს ჟურნალისტის უფლებები და როგორ რა უნდა მოხდეს, რომ იყოს მათი უფლებები დაცული? არა თუ ჟურნალისტის, არამედ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არის ზოგადად დაცული, სახელმწიფო გასული არის სამართლებრივი ჩარჩოდან, ანუ კანონმდებლობა რაც გვაქვს ზოგადად კონსტიტუციიდან რომ დავიწყოთ, ეს არის ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, ანუ კანონმდებლობის ძირითადი მიზანი ეს არის, რომ შებოჭოს ხელისუფლება მისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი ასე ვთქვათ მმართველობაში ძალაუფლებაში ყოფი პირი იქნება თუ ეს პარტია იქნება, მიდრეკილი არის იმისკენ, რომ მისი ძალაუფლება გახადოს აბსოლუტური, ანუ გააკეთოს ყველაფერი ის, რაც თვითონ მოუნდება, ხო? დემოკრატიული მმართველობა კიდე ამას ეწინააღმდეგება, ხო? არ შეიძლება როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობთ, ხელისუფალმა ყველაფერი გააკეთოს და ყველაფერი ჩაიდინოს კონკრეტული ადამიანების მიმართ. სწორედ მიზანი ამ კანონებისა, რასაც ვიღებ და რასაც უნდა იღებდეს სახელმწიფო, ეს არის შებოჭოს სახელმწიფო მოქალაქესთან მიმართებაში, იმიტომ რომ მოქალაქეს მისცეს განვითარების შესაძლებლობა და ის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ჩვენ თავშივე აღვნიშნეთ, ხო, სახელმწიფოს ფუნქცია როგორც გარე, ისე შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო გადის ამ ხელშეკრულებიდან, ამ სამართლებრივი ჩარჩოდან, ვიღებთ იმ მოცემულობას, რასაც ვიღებთ, ეს იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, იგივე ფიზიკური ძალადობა, სიტყვის შეურაცხყოფაზე ნუ აღარაფერს საუბრობ, უკანონო დაპატიმრებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ეხება ნებისმიერი ჩვენგანი იმ პირობებში, როდესაც თუნდაც ჟურნალისტებს გააჩუმებენ ყველას, ხო, აღარა ვარ დაცული იმისაგან, რომ აბსოლუტურად უკანონოდ არაფრის გამო წაგვიყვანონ და მოგვათავსონ თავისუფლების აკვეთის დაწესებულებაში, ან შეიძლება მომისწრაფონ სიცოცხლე ისე, რომ ამაზე პასუხი არავინ არ აგოს, ხო, ესეც სახელმწიფოში ცხოვრება არავის არ უნდა და არავის არ გვინდა. ეს არის შეფასება ამასთან დაკავშირებით, საერთოდ რა მდგომარეობაშია დღეს ადამიანის უფლებები. რა უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის იმ საპროტესტო აქციის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესრულება, ეს არის მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ხელახალი არჩევნები, არამედ ხელისუფლებიდან ქართული ოცნების ჩამოშორება და ამ შემთხვევაში გულისხმობ, ასე ვთქვათ, ერთპარტიული მმართველობიდან ჩამოშორებას, თუმცა შესაძლოა რა თქმა უნდა მათ ყავდეთ თავისი მხარდამჭერები და იგივე პროპორციულ პარლამენტში გარკვეული რაოდენობით, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ არიან ასეთები, მხარდამჭერთა რაღაცა ინტერესები გაჟღერდეს პარლამენტში, ამას არ ვამბობ იმას, რომ საერთოდ ეს პოლიტიკური მოძრაობა უნდა გაქრეს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ გადავა თუ არა ოპოზიციაში ქართული ოცნება, მას იგი გაიზიარებს მოქალაქეთა კავშირის ბედს და მაშინვე დაიშლება, იმიტომ რომ ის არ არის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ეს არის
ხელისუფლებიდან ქართული ოცნების ჩამოშორება და დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული მისამდე უკვე პარლამენტის მიერ მთავრობის ფორმირება, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების ფორმირება და შესაბამისი, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა და ეს ნაბიჯები, ასე ვთქვათ, მოსაფიქრებელიც არ აგვაქვს, ანუ თავის არ აგვაქვს სამწუხაროდ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არაერთი, ასე ვთქვათ, 12 პუნქტიანი და 6 პუნქტიანი გეგმები იყო თუ არ ვცდები, ნაბიჯები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს ქვეყნისა, ხო? ეს არ არის მიზანი არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანეთ, ანუ ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი, ხო? შეიძლება ეს ყველა ნაბიჯი განვახორციელოთ ქვეყანაში, მივიღოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ხო? თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, იგივე გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და მაგალითად რაღაცა პოლიტიკური მოტივაციით შეიძლება ვერ შევძლოთ ევროკავშირში შესვლა, თუმცა ეს ყველაფერი რჩება ჩვენ ქვეყანაში, ხო? სწორედ ასეთ ქვეყანაში გვინდა ჩვენ ვიცხოვროთ, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, არავის არ სცემენ, არავის არ კლავენ და ადამიანები ჩადენილი დანაშაულისათვის აგებენ პასუხს. თქვენი აზრით რა სურს ქართულ ოცნებას, რა მოდელი უნდა მიიღოს მედიის, მაგალითად თუ სურს რუსეთის პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხო, რა თქმა უნდა, მედიას თუ უწოდებთ თუ არა ასეთი მოდელი დღეს მედიას თუ უწოდებთ ამ მოდელს, არ ვიცი, მაგალითად რუსეთის პირველ არხს არ შეიძლება ეწოდოს მედია, ხო, ის არის უფრო პროპაგანდისტული მანქანა არის, რომელიც მუშაობს ტვინების გამორიცხვაზე და ადამიანებს აჯერებს, რომ შეიძლება სოციალურად დაუცველი იყო და კმაყოფილი იყო, შეიძლება სამსახური არ ქონდეს და ხელფასი გაგეზარდოს და ამით იყო კმაყოფილი, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ სამთავრობო მედიები რაც არის და რასაც უყურებთ, ეს არის ის მოდელი, რის მიღებაც უნდა, ეს არის ასე ვთქვათ, უნდა სწორედ ქართულ ოცნებას, რომ მხოლოდ მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებული მედია საშუალებები და ამ შემთხვევაში პროპაგანდის საშუალებებს დავარქმევდი მე ფუნქციონირებდეს, რომლებიც მოემსახურებიან მხოლოდ მათ ინტერესებს და ეთერში გავა ის, რაც აწყობს ქართულ ოცნებას და არა ის, რაც მაგალითად აწყობს ქართულ ადამიანს, ქართულ საზოგადოებას და თუნდაც რა ვიცი კონკრეტული ადამიანის პრობლემები გაჟღერდეს, იგივე გადაცდომები გაჟღერდეს, რომლებსაც აქვთ პრევენციისა და შემაკავებლის ფუნქცია საზოგადოებაში. ხო, თუ კი არ გვექნება თავისუფალი მედია, შეუძლებელია ვისაუბროთ თავისუფალ არჩევნებზეც კი, ხო, თუ კი საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, შეუძლებელია იმას ჩამოუყალიბდეს აზრი იმასთან დაკავშირებით, უნდა ავირჩიო თუ არ უნდა ავირჩიო ეს პოლიტიკური ძალა, ხო? პროპაგანდისტული მედია საშუალებების დატოვება, დარჩენა ქვეყანაში, რომელიც მოემსახურება ქართული ოცნების დიქტატორული რეჟიმის დამყარებას და გამყარებას, არის ის მიზანი, რომელიც უნდა ქართული ოცნებას. საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლებაში, აბსოლუტურ ძალაუფლებაში უვადოდ დარჩენა. თქვენ საუბრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე. რა შეგიძლიათ თქვათ 7 ნოემბერზე, თუნდაც, როდესაც ტელეკომპანია იმედი დაარბიეს წინა ხელისუფლება? ხო, იგივე შეიძლება ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, ესეც რა თქმა უნდა იყო მიუღებელი, შესაბამისი ასე ვთქვათ რეაგირება ამას, ასე ვთქვათ საერთაშორისო საზოგადოებისაგან ჰქონდა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ბრალიც წაეყენათ კონკრეტულ თანამდებობის პირებს და პოლიტიკური ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით მე როგორც მახსოვს 7 ნოემბერთან დაკავშირებით მაშინდელმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩაატარა, ხო, გადადგა და ხელახალი არჩევნები ჩაატარა. ის იყო 7 ნოემბერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ საღამოს განხორციელდა ეს არაადამიანური მოპყრობა იმ დროს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ 2024 წელს ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაახლოებით 10 თუ 15 დღის განმავლობაში ყოველ დღე ვიხილეთ 7 ნოემბერი და უარესი, რომელზეც არავით არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლებას არ აუღია, არც ერთი სამართალდამცავი არათუ არ დაურჯია, არც კი გამოკითხულა კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირები არ გამოკითხულან, დასჯაზე აღარ მაქვს. წახალისებაც ხდება ხშირ შემთხვევაში. ხო, წახალისებაც ხდება ხშირ შემთხვევაში. როგორ შეაფასებდით დღევანდელ სასამართლოს? რამდენად სამართლიანია და ის მოსამართლეები, რომლებიც მანტიას ატარებენ, დღეს არიან ისეთი მოსამართლეები, რომელსაც სისხლის სამართალში კვალიფიკაციაც არ აქვს და ასამართლებენ ჟურნალისტებს. ხო, მთლიანობაში საერთო სასამართლოების შეფასება არ შეიძლება, როგორც ასე ვთქვათ, მიუკერძოებელი სასამართლო არ აქვს ჩვენ ქვეყანაში. აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთსაგან, მაგალითად, მოქალაქეთა შორის არსებული კერძო დავები, რომელიც არ არის საინტერესო ხელისუფლებისათვის და
ძალაუფლებაში მყოფი ადამიანისათვის და საქმეები, რომლებზეც უკვე კონკრეტული ინტერესები აქვს კონკრეტულ ადამიანებს, ხო? არც ერთ ქვეყანაში არ ამგონია სასამართლოში, სადაც ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ აქვს ჩაერიოს იმ დავაში და რაიმე სახის გადაწყვეტილება მიაღებინოს კონკრეტულ მოსამართზე და ამ მიმართულებით შეიძლება ვთქვათ, რომ მეტნაკლებად ამ მიმართულებაზე შეიძლება არ გქონდეს პრეტენზია, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არის თუ არა მოსამართლე, მაგრამ იმ საქმეებში, სადაც არის უკვე ინტერესი ძალაუფლებაში მყოფი ადამიანებისა, შეუძლებელია ვისაუბროთ, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი, მოსამართლე არის მიუკერძოებელი და ის იღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას. ხო, ამიტომ ჩვენ ვხედავთ არაერთ სისხლის სამართლის საქმე იქნება ეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, რომლებიც სამწუხაროდ 6 თუ 7 მოსამართლეს ჩააბარეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში და უკვე წინასწარ ვიცით ადვოკატებმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულმა მოსამართლემ და ფაქტიურად აზრიც არ აქვს ამ პროცესებზე შესვლასა და საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვა. შეუძლებელია ამ შემთხვევაში ვისაუბროთ, რომ მოსამართლეები არიან მიუკერძოებლები და ისინი არიან დამოუკიდებლები და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ. გარდა ამისა, კანონზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, ხო, როდესაც მოსამართლე თავს იმით იმართლებს, რომ რა ვქნა კანონი ესეთია და მე კანონი უნდა შევასრულო, ეს არის არასწორი, ასე ვთქვათ, განმარტება და არასწორი გაგება, თუნდაც საკუთარი ფუნქცია მოვალეობებისა მოსამართლის მხრიდან. გვაქვს კონსტიტუცია, უზენაესი კანონი და გვაქვს ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ სხვა საკანონმდებლო აქტების მიმართ და მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამასთანავე მათ აქვთ ბერკეტი იმისა, რომ თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ კონკრეტული ნორმები, რომლებიც მიაჩნიათ, რომ არ არის სამართლიანი და არ შეიძლება ადამიანი მაგალითად 5000 ლარით დააჯარიმო იმის გამო, რომ სავალი ნაწილი გადაკეტა. არ შეიძლება ადამიანი რამდენიმე დღით გამოკეტო ციხეში იმის გამო, რომ ვიღაცას მონა დაუძახა. ხო, ამაზე როდესაც ხელს აწერ, როგორც მოსამართლე, შენ ხელს მოაწერ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ამას გაამართლებ კანონით, რაც არ შეიძლება, ასე ვთქვათ, ჩაჯდეს მოსამართლის დეფინიციაში. როგორ შეაფასებდით უშუალოდ მზია ამაღლობელის საქმეს? მზია ამაღლობელის საქმე ამ შემთხვევაში პირდაპირ არის მოტივირებული საქმე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების ინტერესები იკვეთება უშუალოდ. აქ საუბარი მაქვს მე იმასთან დაკავშირებით, არა იმაზე, რომ მაგალითად მზია ამაღლობელის მხრიდან განხორციელებული მოქმედება არ შეიცავდა რაიმე სახის უკანონობას. მე საუბარი მაქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია, რომ თითქოს მან იგი სამართალდამცავს დაესხა მის მიერ განხორციელებული უფლებამოსილების, უпроსტად მისი უფლებამოსილების განხორციელების გამო. არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გულისხმობ, სადაც მსგავსი ხასიათის მოქმედებები არ კვალიფიცირდება სამართალდამცავზე თავდასხმად და არ უდგება, ასე ვთქვათ, 7 წლამდე პატიმრობის სანქცია. ხო, ამ შემთხვევაში შესაძლოა საუბარი იყოს მაგალითად მარტივ ძალადობაზე, რომელიც ჯარიმასაც კი ექვემდებარება როგორც სისხლის სამართლებრივ სანქციას და არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს ამ ადამიანის პირველ რიგში პატიმრობაში ყოფნა და დარჩენა, იმიტომ რომ არც ერთი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში, არ არის მიმალვის საფრთხე, არ არის მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მით უმეტეს არ არის მისი მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ეს სამი საფუძველი უნდა იყოს სახეზე, ან ერთ-ერთი ამათგან, რომ გავამართლოთ პირის პატიმრობაში ყოფნა. მე არ ვამბობ იმას, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს, თორემ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, წინა სასამართლოს ხდომები მიმდინარეობს, განაჩენი არ არის დამდგარი საქმეზე და მზია ამაღლობელი თავისუფლად არის შესაძლებელი იყოს გარეთ და განახორციელოს თავისი საქმიანობა, თუმცა იგივე ამ წინა საპატიმრო ვადას ხელისუფლება იყენებს მის დასასჯელად, ანუ ეს შეფარდებული პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება თვითონ ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებს, ეს ემსახურება მზია ამაღლობელის დასჯას. ხო, ბოლოში მაგალითად მოსამართლემ საერთოდ გამამართლებელი განაჩენიც რო გამოიტანოს, აზრი ეკარგება ამ გამამართლებელი განაჩენს, იმიტომ რომ ადამიანს უკვე 9 თვის განმავლობაში მოხდილი ექნება პატიმრობა. ამიტომ შეფარდებული მუხლი მისი პატიმრობაში ყოფნა პირდაპირ გვაძლევს საფუძველს იმისათვის ვთქვათ, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, მისი საქმით დაინტერესებულია ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები და სწორედ ამიტომ იხდის უკვე ამ სასჯელს მზია ამაღლობელი.
კი ბატონო, გასაგებია, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ აქტუალური თემის სტუმრები იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი, ჟურნალისტები შორნა ბიჭიკაშვილი და ნინო ჩიფჩიური. მაყურებელს კი მშვიდობიან ღამეს უსურებ, შევხვდებით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს საღამოს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.